სახელმწიფო იმოქმედებს, ანუ ყადაღადაედება მთელ ქონებას და საუბარია ერთადერთ სამლოცველო სახლზე, სადაც ევანგელისტური ეკლესიის მრევლი იკრიბება, პასტორი და საბოლოოდ ჩამოერთვევათ ეს სამლოცველო. როგორც თავად ევანგელისტური ეკლესიის მრევლი, მისი პასტორი და მათი უფლებადამცველი ორგანიზაცია TDI-ის იურისტები აცხადებენ, საქმე გვაქვს არა კერძო სამართლებრივ დავასთან, არამედ წმინდა დავასთან, სადაც სახელმწიფო ებრძვის ერთ-ერთი ეკლესიის წარმომადგენლებს ხმამაღლა დაფიქსირებული პოზიციების, საჯარო პოლიტიკური განცხადებების გამო, ვინაიდან როგორც თავად ეკლესიის წარმომადგენელი პასტორი აცხადებს, მას ამ დავამდე მასთან მივიდნენ რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები, ორი პიროვნება, რომლებმაც პირდაპირ უთხრეს, რომ სახელმწიფო იყო დაინტერესებული სწორედ მისი საქმიანობით, მისი ხმამაღალი განცხადებებით, საუბარია თავისუფალ პოლიტიკურ განცხადებებზე და თუ ის სწორ პოზიციას არ დაიკავებდა, საბოლოოდ მას ეს ბედი ეწეოდა, რაც ეწია საბოლოოდ უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ საქართველოში არ არის სინდისის თავისუფლება შესაბამისად და სახელმწიფო სტრუქტურები არიჩენენ თანასწორობას სხვადასხვა რელიგიებისადმი. Როგორც ჩანს, ამ ჩემმა ღია და საჯარო გამოთქმებმა გარკვეულად პიროვნებები გააღიზიანა. ამ საქმეში უზენაესმა სასამართლომ დაუშობლად რომ ხარის საჩივარი, იმასთან დაკავშირებით რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი და პრაქტიკულად ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით რომ წლების მანძილზე მრევლის და შემომწირულების მიერ დაღებული სახსრებით აშენებული ეკლესიის შენობა უძრავი ქონება იქნეს წარქმეული რელიგიური უმცირესობისთვის. გადაწყვეტილება არის მიღებული დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ავთენტური არ არის, რომლის ნამდვილობის მიმართაც ძალიან მნიშვნელოვანი ეჭვები არსებობს და რომლის ნამდვილობის შემოწმებაც ჩვენ მოვითხოვეთ ჯერ კიდევ 2019 წელს, როგორც სამოქალაქო სასამართლოში, ასევე სისხლის სამართლის საგამოძიებო ორგანოებში, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. პირველების ცენტრალური